აი ახლა მე მოვხსოვე, აი კისრის ჭრილამდე მივედი, ყელის ჭრილი სადაც უნდა გქონდეს და ბოლოს მოვხსოვე რიგი თვლები ნამატის გარეშე, აი ესეთი იყო ბოლო რიგი. ახლა შემდეგი რიგი იქნება თვლები 3 ნამატით, მაგრამ ახლა მოდით გაჩვენებთ აი ესე რა ზომის გვაქვს ეს იგი ახლა არეტევა რა თქმა უნდა, ცოტა დავშორდები. მაინც არეტევა. მოკლედ აი ეს სიგრძე ხო, სადამდეც მოვხსოვე ეს რიგების მიხედვით. ესე. აი აქედან აქამდე. აი 35 სანტიმეტრია. აი 35 სანტიმეტრია. ეხლა აი ამ სიგრძეს როცა მოვხსოვთ, ნახეთ რა ესეთია. აქეთ აი ესეთი გრძელია, აი ესე და აქ ესე იგი. ასე თუ დააფენთ, ფაქტობრივად სიგანი გამოდის, აი ამ ოთხკუთხედის სიგანია, იმიტომ რომ სიგრძე აი ესე გაქვს და აი ესე აი ეს არის 35 სანტიმეტრი. ეხლა ნახეთ, ეხლა რა გჭირდება თქვენ აქ რო გაარკვიოთ. თუ გახსოვთ, მე მქონდა 187 თვალი. თუმცა ეს თვლების რაოდენობაც ეხლა აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ჭრილი გავაკეთოთ, ხო? ანუ ეხლა მე დავიწყებ ქსოვას თვლებს 3 ნამატით, იქამდე სანამ არ მივახლოვდები აი ყელის ჭრილს. ეხლა ყელის ჭრილი თუ გახსოვთ თქვენ, ქონდა ჩვენ ცოტა ისე მივახლოვდები. იქ ეწერა 50 სანტიმეტრი, ეხლა მოდით გაჩვენებთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ იქ 50 სანტიმეტრი არის ჯამში და სინამდვილეში გვაქვს, ნახეთ, აბა დააკვირდით. აი აქ აწერია, ეს არის თითქოს 50 სანტიმეტრი, მაგრამ მე მოვიზომე ეს 50 ძალიან დიდი. აქ როგორც წესი არის ხოლმე 24-25 სანტიმეტრი და ვფიქრობ, რომ ეს არის ჯამში. აი ეს აი ამ ეხლა ორი მხარი აქ ხო ხდებით ჭრილს აქედან და აქეთ. აი ეს ჯამში არის 50 სანტიმეტრი. ამიტომ აქეთ უნდა გქონდეთ 30, აქეთაც 30. ეს ახლა ძალიან ზუსტად არ არის, მაინდა-მაინც სიმკაცრე აქ საჭირო, უბრალოდ მიახლოებით, რომ 25 30, აი ესე. 30 60. ხო, აქ მაინც 50 ითხოვს ეს. აი ეს ადგილი, მაგრამ საკმაოდ დიდი არის. ბეჭებზე აი ესე თითქმის მძვრებოდა უკვე და ამიტომ მე აქ მაინც ვფიქრობ, რომ 25 სანტიმეტრს დავტოვებ მხოლოდ. ესე იგი, თუ მაქვს 110 სანტიმეტრი მინუს 30. ნუ აქ მოგვიწევს, მე ვფიქრობ, რომ მომიწევს უფრო მეტი აღება, აი ჩაკერვა უფრო მეტი. უბრალოდ აი სვეტების რიგი უფრო გრძელი, ვიდრე თუ ჩაკერვას აპირებთ, მაშინ აქ შეგიძლიათ დაამთავროთ და მეორე ასეთივე უნდა მოგხსოვოთ და მაშინ უნდა ჩაკეროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ მოგხსოვ. ესე იგი, კარგით, აი ესე ჯობია ვიანგარიშოთ. მე თუ მაქვს აქ 110 სანტიმეტრი მინუს 25 სანტიმეტრი ყელის შუა ნაწილი, ხო? ეხლა ვფიქრობ, აი ეს რო დავთვალოთ, ხო? აი ეს რა ზომის სჭირდება გვერდითი, ესე იგი, მხრის ადგილები. 100 მინუს 25, ეს იქნება 85, ხო? 10, კიდევ 10 და კიდევ 5. 85 და 85 ორზე რო გავყოთ. 42, 3, აი რაღაც ისე შუალედური გამოდის, ხო? 42 სანტიმეტრი. ანუ ხვდებით, ახლა აქ აწერია 30 სანტიმეტრი, აქაც 30. მე ცოტა დიდი მინდა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ყელის ჭრილი 50 სანტიმეტრი ძალიან დიდი იყო. ეხლა ესე იგი მე მჭირდება 42, ხო, ესე დაახლოებით 42 სანტიმეტრი, აი ესე. და აი ესე იგი აქამდე უნდა ეს უნდა მოგხსო, როგორც მოდით აქ ნიშნულს გავაკეთებ მიახლოებით, თორე ესე თვლები თუ ჯობია, თვლების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, აი ბეჭზე, რომ ზუსტად ერთნაირი ზომის აქონდეთ აქეთ იქი და შუაში უკვე ყელის ჭრილი შეიძლება იქ თვლების ესე იგი თლათ სიზუსტე მაინდა-მაინც არ არის იქ საჭირო, რამოდენიმე ორი თვალიც რომ იყოს პლუს მინუს არ აუშავს.
აქეთაც 42 სანტიმეტრი მოდის აი აქამდე მიახლოებით. მე როგორც გითხარით, კიდევ დავაზუსტებ ამას. ეხლა ეს იქით უნდა დავა, მაგრამ გახსოვთ ხო აქ მქონდა სხვა ნიშნულს ავიღებ. აი ეს. ეხლა აქ რამდენი გვრჩება ჩვენ? აქ პატარა გვრჩება ეხლა მე ხო? შეიძლება ცოტა კიდევ. ანუ აქ 25 სანტიმეტრი საკმაოდ კარგი იქნებოდა. თავისუფლად დადევით. სექსოვის პროცესში ფორმირდება თქვენი ეს ნაქსოვი და ზუსტად ზომებს მაშინ უფრო განსაზღვრავთ. ხა ცოტა ნაკლებია, ნახეთ, 42 რო გადმოვზომე. აი ესე. ну თქვენ თუ გინდათ, ეხლა მე ვფიქრობ, რომ ვინცაც უფრო განიერი ბეჭები აქვს, შეიძლება მოუხდეს ეს გადასული, არ ვიცი. მოდით აი 26-ს ავიღებ. ხა თითქოს მეჩვენება პატარა, მაგრამ აი 26 აქ და აქაც აი აქ გადავალ ცოტას. აი ეს. აი ეს ვფიქრობ, რომ უკვე კარგი ჭრელია ჩემთვის, რომ აი ზედმეტად არ გადავიდეს ბეჭებზე. კარგით. ეხლა ნახოთ აქეთ. ეხლა აქ როგორ შევაფასებ, ნახეთ. აქ მე მივალ აი ამ წერტილამდე და ამ რაოდენობა თვლებისას აქეთ გადავთვლი და აი ამას გავასწორებ, ხო? აი ამ ნიშნულს გავასწორებ. ეხლა ეს თვალით უფრო ისე გავაკეთე, ხო? ამიტომ ეს სიზუსტე აკლია ამ ნიშნულებს. მაგრამ აქ რო განსაზღვრავთ, რა რაოდენობა თვლების გვაქვს, მერე იქაც აი ესე უკნიდან, ხო? აქედან გადავთვლი, იქ უკვე დავამაგრებ ზუსტად სად მჭირდება ეს ნიშნული და მერე აქ გაჩვენებთ კიდევ აი აქ ჭრილს როგორ ვაკეთებთ, ხო? ეხლა ესე იგი აი ასე მოვედი, ხო? უყურმარიქს უყურებთ ეხლა. მოგხსოვთ, ბოლოს მოგხსოვე თვალი ნამატის გარეშე, ესეთი რიგი იყო. ეხლა 5 თავისუფალი თვალი. ანუ ვაპირებ, რომ მოგხსოვ შემდეგი რიგი თვლები. აი ესე ვატრიალებ ხოლმე, ყოველთვის ერთნაირად ატრიალეთ, ხო? თუ აირჩევთ, აი ესე. აქ მოდი დავამაგრებ ამ ნიშნულს და მეხუთე თვალზე, ხო? და ეხლა თვლები 3 ნამატით, ხო? ესეთი რიგი. ეს იქნება, ესე ვთქვათ, ბეჭზე, ზემოდან. ყელის ადგილას აღარ გექნებათ. აბა ნახოთ, აქ არ შევდიოდით, ხო? აი აქ შევდიოდით, ორივე კედელში. და ეხლა მოგხსოვ მე თვლებს, სანამ არ მივახლოვდები აი პირველ ნიშნულს, რომელიც ყელის ჭრილთან ისე ავირჩიე, ხო? ესე თვალის ზომით და მე გადავთვლი ამ თვლებს. და იგივე რაოდენობა თვლებისას გადმოვთვლი მეორე მხარის შემთხვევაში და იქ უკვე დავსვავ ნიშნულს, ანუ შეიძლება წანაცვლება მოუწიოს იმ ნიშნულს და აი მე დაგიბრუნდებით, ხო? ეხლა ესე გხსოვთ. თქვენც აირჩიეთ აი ეს პირველი ნიშნული, სადაც არის, აი ეს ადგილი, თქვენ აირჩიეთ იმის მიხედვით ყელის ჭრილი რამხელა გინდათ, ამაზეა დამოკიდებული. კარგით, ესე მოგხსოვეთ თვლები 3 ნამატით. აი 3 ძაფი, თითო თვალში თითო შესვლით, ხო? ეს. აი ეს. აი მოვახლოვდი ეხლა მე ამ ნიშნულს. ნიშნულის თვალს არ მოგხსოვ, ესე გადავწყვიტე და აი აქედან ეხლა თავიდან რაც დავეწყე, ხო, რიგი, აი აქამდე მაქვს ეხლა მე 73 თვალი. ესე იგი შესაბამისად აქეთაც ჭირდება 73 თვალი, რომ გადმოვთვალოთ. ესე იგი ნიშნულს არ ვთვლი, ხო? და მოდით აქაც ესე გავაკეთებ, რომ ნიშნულის წინა ადგილამდე მივიდეთ. ეხლა ეს ნიშნულის თვალი აქ ითვლება, რა თქმა უნდა, აქ უნდა გადავთვალო, ესე იგი ასევე 73 თვალი. თქვენ იმის მიხედვით, აი ეს ყელის ჭრილი რამხელა გინდათ, ხო? აი აქეთ რა გრჩებათ, აი ეს რა თქმა უნდა ეს ცენტრში უნდა მოხდეს, ხო? ზუსტად ცენტრში. თვალით გადაზომეთ, მაგრამ აი როცა მიახლოებით განსაზღვრავთ, მე აქედან გადმოზომეთ, ანუ უბრალოდ
მიახლოებით ჩემთან 42 სანტიმეტრია მაინც მიახლოებით ეს ერთი მხარე. აქეთაც იგივე რომ გამოგვივიდეს, თვლების მიხედვით ჯობია გადავთვალოთ. ნახეთ, ორ-ორად გადავთვლი, ხო? 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, ესეც 40, ხო? ეს 40 თვალი. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 60. აქ ვნახოთ 2, 4, 6, 8, 10 და კიდევ 3. ანუ აქეთ გადმოვდის უფრო მეტად. და კიდევ 3 თვალი. ეს 70 მაქვს, ეხლა რაც მიკავია და კიდევ 1, 2, 3 და ამის წინ დავარჭობ ამ ნიშნულს. აი აქ გავაკეთებ. მოდით, მაინც გავზომავ ეხლა ყელის ჭრილს, რომ არ ძალიან ესეთი ვიწრო არ გამომეჩვენოს მერე ბოლოს. ეს ძალიან ისეთ ვაკეთებ, იმიტომ რომ თქვენთვისაც უფრო მარტივი იქნება, იმიტომ რომ სხვა ტიპის ძაფით თუ მოგსოთ. აი ცოტა პატარა მიჩვენება. გამნახოთ კარგად. აი აქედან აქამდე სადაც 24-ზე ნაკლებია. ამიტომ ეხლა ნახეთ რას ვაკეთებთ, თუ აი ესე გამოგივიდათ, ხო? აქეთაც რამდენსაც მოარღვევთ, აქეთაც იმდენს გადაიტანთ. ნახეთ, ხა ერთ თვალს მე მოვარღვევ, ამას ჩავდებ, რომ აი ერთ თვალს, რომ ცოტა გავაფართო კისრის ჭრილი, ხო? ერთი თვალი. ეს გადავიტანე ერთი ბიჯით, ხო? აქეთაც შესაბამისად, ნახეთ. აი აქეთაც გადმოვიტან აქეთ. ეხლა შევხედოთ, მე მგონი ეს უკვე საკმარისი იქნება. კი, ეხლა არის 25-ია ნამდვილად. კარგით. ეს კარგი ზომა არის, ახლა ჩემთვის. თქვენ შეხედეთ, თქვენ როგორ გიჩვენიათ. კარგით. ესე იგი, ეხლა ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ეხლა ჩვენ ეს გავზომეთ, ესე იგი ნიშნულის თვლებს არ გხსოვთ, ხო? ეხლა აქ მე უნდა გადავთვალო, აქ რამდენი თვალი გამომივიდა, აი ყელის ჭრილის ადგილას. იმიტომ რომ ეხლა უნდა მოგხსოვთ თავისუფალი თვლები და აი იმის მიხედვით განსაზღვრავთ რა რაოდენობა გჭირდება. ესე იგი, აქ უკვე მე მაქვს ეს დამაგრე, ანუ ამის ჩათვლით ნახეთ, აქ ხო არ მომიგსოვია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. მოდით ორ-ორად გადავთვალოთ, ხო? 2, 4, 6, 8, 10, ეს 20. 2, 4, 6, 8, 10, 30. 2, 4, 6, 8, 10, 40 და 1, 2, 3, 53. 53 თავისუფალი თვალი გჭირდება ახლა ჩვენ. ფაქტობრივად ეს ნიშნული ახლა აღარც გჭირდება აქ, მაგრამ იყოს ჯერჯერობით 1, 2, 3, 4. ესე იგი 53 თვალი მინდა ახლა მე თავისუფალი თვალი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. აი ახლა აქ მე მაქვს 53 თვალი, როგორც აი აქეთ მხარეს ხო ჭრილის ადგილას მქონდა. ახლა აი ავიღოთ ეს ჩვენი ნიშნულის თვალს არ ვეხებით, ხო, როგორც წესი. აქ კარგად დაიმკავეთ, რომ ეს არ დაგეხვეთ, აი ესე იყოს ნაცნავისებური უზორი ზემოთ და ახლა 1, 2, 3, 3 ნამატით გვინდა თვალი და შევდივართ, ესე იგი ნიშნულის მომდევნო, აი ნიშნული და მის მომდევნო თვალში. ხედავთ, ნიშნული დარჩა იქით. აი აქეთ დარჩა ნიშნული. აი აქ პირველი ესეთი სვეტი 3 ნამატით. აი ეს. მორჩა ეს ნიშნულები აღარ გჭირდება, ხა ნამდვილად მოხსნი. და აქ წესით უნდა გქონდეთ იგივე რაოდენობა აითვლების, რაც აქ გაქვთ სვეტები, ხო? აქ გაითვალისწინეთ, რომ ეს სვეტი ჩათვალეთ, როცა ანგარიშობთ, აი ეს პირველი სვეტი თავისუფალი თვლებით არის მართალია ნაქსოვი, მაგრამ ეს სვეტების ესე იგი როლშია და გაითვალისწინეთ.
აი ეს. ეხლა გავყვებით, ეხლა უკვე მარტივია, ბოლომდე უნდა მოგხსოვოთ ესე თვლები 3 ნამატით. ხო? კარგად მივახოლოთ. ესე. თითო თვალში თითო თვალი, ხო? არც ერთი თვალი არ გამოტოვოთ, რომ ზუსტად გვაქვს დათვლილი. ისე უნდა შევიდეთ, რომ 73 თვალი უნდა გამომივიდეს ახლა მე წესით. თქვენ იმის მიხედვით როგორ გადაანაწილეთ, ხო, ეს თვლები. კარგით, ესე გაყევით ამ რიგსაც. აი გავედი აი ამ რიგის ბოლოში. ხა ნახეთ, შევხედოთ. ესე შუაში გაქვთ აი ესეთი ჭრილი. აქეთ-იქით გაქვთ ბეჭებისთვის აი ესეთი სვეტების რიგი. ეხლა შემდეგი რიგი იქნება თვლები ნამატის გარეშე, ამიტომ ერთი თავისუფალი თვალი მოგხსოვეთ, მომტრიალდით და ეხლა ამის შემდეგ ვაგრძელებთ ფაქტიურად იგივეს, რაც თავი აი წინა მხარეს გხსოვდით, ხო? ესე იგი, ეს რიგი იქნება თვლები ნამატის გარეშე, პირველივე თვალში შედიხართ, ვაბრუნებთ ნიშნულს აუცილებლად და ესე იგი, ორივე კედელში შესვლით, თვლები ნამატის გარეშე. სულ ბოლომდე ესე უნდა გავიგეთ. ერთადერთი, აი როცა გაივლით ყელის ჭრილის ადგილს, ხო, იქ მოდით გაჩვენებთ მაინც მე, იმიტომ რომ იქ ცოტა ესეთი ნახეთ, ესეთი ნაკსოვი გაქვთ და აი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ლამაზად დავსვათ, ხო? აი ესე უნდა დაიკავოთ აუცილებლად ეს ზემოთ. და მოდით მანდ გაჩვენებთ კიდევ დაგიბრუნდებით. ესე ჯერჯერობით გხსოვთ. ესე ჩვეულებრივ ორივე კედელში შესვლით, სადაც სვეტები გაქვთ, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ თვლები ნამატის გარეშე ეს რიგი. ეს დაგიბრუნდებით მალე ისე. აი მოვახლოვთ ახლა აი ამ ადგილს. ეხლა ჩვენ უკუღმა რიგში ვიმყოფებით, ხო? მოდით, აი ბოლო თვალია, აი აქ შევალ ორ კედელში ისევ, თვალი ნამატის გარეშე და ეხლა დააკვირდით, ესე იგი, ვიმყოფებით უკუღმა რიგში. აი ეს თქვენი ნაწნავისებური ნაკსო, აი ესე ამოატრიალეთ, რომ უკუღმა თვლებს შეხედოთ, აი ეს, ხედავთ? აი ეს. რომ იქით წაღმა მხარეს კარგი ნაკსოვი დაგიჯდეთ. ნახეთ? ის თავისთავადაც ესე უფრო ჯდება ბუნებრივადაც. ეხლა აქ შეგიძლიათ ორ კედელშიც შეხვიდეთ, პრინციპში. შეგიძლიათ ერთ კედელში. მოდით ორ კედელში გავაკეთოთ აი ეს ორი ძაფი ზემოთ დავტოვე, ნახეთ? აი ესე. თვალი ნამატის გარეშე. მომდევნოში აი ორი კედელი, რომ ეს ახლა ესეთი თვალია, ხო? თავისუფალი თვლები. აი ესე. კიდევ და შევხედოთ თან წაღმა მხარეს როგორი ნაკსოვი გამოგვდის. აი ესე. აი აქ ნახეთ, აი თვალს ხო ატყობთ, აი თვალი და აი ორი ძაფი ზემოთ, ერთი ძაფი ქვემოთ რჩება. არც ერთი თვალი არ გამოტოვოთ, გადათვალეთ თუ გეჭვებათ, რომ რაოდენობა თვლების რაც ავკრიფეთ, ხო, თავისუფალი თვლების იგივე რაოდენობა თვლები ნამატის გარეშე უნდა მოიქცოს აქ. აბა შევხედოთ. აი ეს არის წაღმა მხარე, როგორც დაჯდება, ნახეთ? აი აქ შეხედეთ. აი ესეთი გამოგივათ. კარგით. ესე გაყევით ახლა. აქ მით უმეტეს, როცა აქ გადახვალთ, აი ბოლოს აი აქ მოგხსოვთ, ნახეთ? აი ამ თავისუფალ თვალზე ორი კედელი. ხო, ზემოთ ორი ძაფი რჩება და მე უკვე აი ჩვეულებრივად როგორც შედიოდით, ხო, სვეტების თავში. აი ეს. აქ უკვე ჩვეულებრივ გააგრძელებთ. და რიგის ბოლომდე ესე მოგხსოვთ. შემდეგი რიგი ახლა როგორც ხვდებით იქნება ისე ნახოთ, აი აქ შევედი, ხო, უკვე ახლა აი აქ. შემდეგი რიგი იქნება თვლები 3 ნამატით, იმის მომდევნო იქნება თვლები ნამატის გარეშე და ასე შემდეგ. ანუ გამეორდება და გამეორდება, არ ვიცი, გაჩვენოთ კიდევ? მე მგონი დაგიბრუნდებით მე, როცა მოტრიალდები ამ რიგის ბოლოში და გაჩვენებთ და უფრო აღწერაში უფრო კარგად მიუთითებ, რომ სხვა ენოვანმა უმაყურებელმაც მიხვდეს, რას ვაკეთებ. კარგი, და ესე გაყევით ახლა, სანამ
თვლებს აი ესე თავისუფალი თვლების თავზე ხართ, ესე უნდა გსვოთ, ხო? მერე გააგრძელეთ. ჩვეულებრივ ორ კედელში შესვლით. აი აქ მოვახლოვდი ახლა ნიშნულს, აი აქ დააგვირდით ხოლმე ნიშნულის წინ თვალი გაქვთ და მერე უკვე აქ თავისუფალი თვლები რომ არის, აი მეხუთე თვალში აქ გაქვთ ბოლო თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ეხლა როგორც გითხარით, შემდეგი რიგი იქნება ისევ ესეთი გრძელი თვლები 3 ნამატით, ამიტომ გჭირდება 5 თავისუფალი თვალი. 4, 5. მეხუთე თვალში ვაბრუნებთ ნიშნულს. ესე მოტრიალდით. და უკვე აი ამის შემდეგ ახლა ხვდებით, რომ სულ იქნება ესეთი მონაცვლეობა რიგების თვლები ნამატის გარეშე, თვლები 3 ნამატით. 1, 2, 3, ხო, ესე როგორც გსვოდით, შედიხართ ესე იგი. აქ არ შეხვალთ, იმიტომ რომ აქედან ესვეტი ამოდის. აი აქ არ შეხვალთ და მომდევნოში. აი აქ. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. აი ეს. ეხლა ესე გააგრძელებთ ამ რიგს მოგსვოთ როგორც თვლებს 3 ნამატით, ყველა თითო თვალში თითო ჯერ შეხვალთ. შემდეგი რიგი იქნება ისე თვლები ნამატის გარეშე. შემდეგ ისევ თვლები 3 ნამატით. და ასე დააგროვებთ რიგებს, ისე რომ წინა და უკანა მხარეები ზუსტად ერთნაირი ზომის იყოს. ბოლოს მე ახლა გირჩევთ, რომ მაინც დავასრულოთ თვალი, ესე იგი, რახან ჩვენ ნახეთ, ეხლა ჩვენ მივდივართ ესე მოპირდაპირ მხარეს, სადაც აი როგორც დავიწყეთ, გახსოვთ ხო, 2 რიგი იყო გადაბმულად თვლები ნამატის გარეშე. აი ასევე უნდა დასრულდეს. ამიტომ მე დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, აი ბოლოს როცა ბოლო რიგებს მოვგსოთ და მოდით მოვგსოთ, ესე იგი, თუ ეხლა ჩვენ ესე ვგსოთ, თვლებით ნამატის გარეშე ესე დავამთავრებ უკვე როცა იქნება სასურველი სიგრძე, ხო, მეორე ნახევრის, აი დაგიბრუნდებით და მე კიდევ ერთხელ უნდა, ესე იგი, ბოლო 2 რიგი უნდა იყოს თვლები ნამატის გარეშე. აი ეს გაითვალისწინეთ. ხო, მე დაგიბრუნდებით კიდევ ამას გაჩვენებთ ყველაფერს. ეხლა უკვე ადვილად ესე არაფერი პრობლემა არ არის, შუა ადგილი ჩვეულებრივ მოქსოვილი გაქვთ, ნახეთ, სადაც ჭრილი იყო. აქ ჩვეულებრივ გადაივლით, აი სადაც თვლებია ნამატის გარეშე, მოგსოვთ თვალს 3 ნამატით. აი არაფერი პრობლემა აღარ არის. ესე გახვალთ რიგის ბოლომდე. წესით უნდა გქონდეთ აუცილებლად იგივე რაოდენობა თვლების, რაც სულ თავიდან რომ დავიწყეთ გსოვა. ესე იგი, ჩემ შემთხვევაში 187 თვალი. თქვენი ნაკსოვის მიხედვით შეხედეთ, რომ არც დაგაკლდეს თვალი, არც ზედმეტი არ უნდა იყოს, რომ წინა და უკანა მხარეები იყოს ერთნაირი ზომის, ზუსტად სიგანეში. ამ შემთხვევაში სიგანეა ეს, ხო? კარგით. აი ესე გაყევით და უკვე ნაკსოვის ბოლოსკენ დაგიბრუნდებით. აი მოგსოვე მეორე ნახევარიც, ნახეთ, აი ჭრილის შემდეგ, აი ყელის ჭრილი სადაც ქონდა, ხო? აი აქ შუაში, ამის შემდეგ, ახლა თუ გამოჩნდა, არ ვიცი, მაგრამ აი მოკლედ აქეთაც გვაქვს, ნახეთ, აი ჭრილი გვაქვს ყელის, ხედავთ და დიდი, აი ესეთი გრძელი თვლების მიხედვით 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, აი 10 გვაქვს. ასევე ქონდა, ნახეთ, ამ რიგს ართვლით, სადაც ნახეთ, ბეჭის ადგილი, ამ რიგს ართვლით, ხო? აქეთ იგივე რაოდენობა რიგების უნდა გქონდეთ. აი აქედან თუ გადათვლით, ნახეთ, აქეთ ჭრილი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და მე 2 რიგი, ხო? ეხლა აი ჩემთან, ეხლა ამ შემთხვევაში მე ბოლოს დავამთავრე თვლებით ნამატის გარეშე. 1 რიგი მხოლოდ. როგორც გითხარით, კიდევ 1 რიგი გჭირდება, ხო? 2 რიგი გჭირდება სულ თვლებით ნამატის გარეშე. აბა ნახოთ, ესე იგი, ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის მოვტრიალდით, აქ ნიშნულს ფაქტიურად მეგონი აღარ არის საჭირო. ერთადერთი, აი ჩაკერვისას დაგჭირდება, მაინც დავამაგრებ კარგით. აი
ბიჯის ერთი თავისუფალი თვალი და ვიწყებთ ესე იგი ისევ თვლებს ნამატის გარეშე ორივე კედელში შედიხართ. აი ეს პირველი თვალი. ესე იგი ახლა მეორე რიგი მაქვს თვლებით ნამატის გარეშე და ამითი მორჩებით. აი ესე. ყველა თვალში ესე იგი აქ არ შეგეშალოთ. ეს რიგი კი არ იყო ბოლოს. კიდევ იყო აი ესე მოქსოვილი ერთი რიგი თვლები ნამატის გარეშე და ეს მეორე რიგია უკვე. აი ესე რომ ერთნაირი კონდეთ წინა და უკანა მხარე, ხო? აი ესე გაყევით ახლა ამ რიგსაც და მოგსოვეთ თვლები ნამატის გარეშე. აი უკვე მორჩი, ფაქტიურად მორჩით ეს ნაკსოვი და აი ესეთი აქ ახლა მე ცოტა გრძელ ძაბს მოვჭრე, იმიტომ რომ ეს ჩასაკერად გამოვიყენოთ ბარემ, რომ თავიდან მისაკერებელი აღარ გვექნება. წაღმა მხარე აუცილებლად გაარჩიეთ, აი ეს არის ჩვენი წაღმა მხარე, ეს არის უღმა. აი ესე. აი აქ პირზე უნდა მივადოთ. ახლა მოდით შევხედოთ ჯერ რა გამოგვივიდა, როგორი ნაკსოვია. და ერთადერთი ახლა მე რაც შევნიშნე, მე მოვიზომე და ცოტა მეჩვენება რომ მოკლეა უფრო ვიდრე სურათზე არის აი გოგონას როგორც აქვს წელამდე ფაქტიურად წელამდე ეწოდება და მე ცოტა ზემოთ არ ვიცი შეიძლება პატარა ზომა ის და ცოტა არ ვიცი დაბალია თუ რა არის მაგრამ აი ახლა რომ ესე რომ დავადოთ ხო პირზე ნახეთ აი ესე აი აქ ბეჭის ადგილი ხო ესე რომ ზომავ მე მაქვს აი აქ ნახეთ ქონდა აი 36 სანტიმეტრია ეს. უკანაც 36 და ორად მაქვს მოკეცილი, ანუ ეს უნდა იყოს 36 სანტიმეტრი და მოდით გავზომოთ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის უფრო უკეთესი იქნებოდა, ცოტა კიდე უფრო გრძელი მომექსოვა, მაგრამ არა უშავს ეს უბრალოდ სტილს ცოტა სხვას აძლევს. აი 35-ია, მოდით. აი 35-ია ესე. ცოტა რომ გავწელავ ეს 36-მდე მიდის, მაგრამ აი ვფიქრობ, რომ წინა და უკანა მხარეს კიდევ ერთი ესეთი ზოლი რომ დამემატებია უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ესეც შეიძლება უბრალოდ სტილს ცოტა სვლის. მოდით შეგახედებთ. აი როგორია, ნახეთ, ფაქტიურად წელამდე წდება ეს, ხო? აი ეს. მე ახლა აი სადაც აი აქამდეა. ნუ 1-2-3 რიგით ეს არის აი გრძელი თვლების მიხედვით, ცოტა მოკლეა ჩემი. ამიტომ გირჩევთ, რომ 36 სანტიმეტრზე მეტიც კარგი იქნება, სადაც 17-18 სანტიმეტრიც კარგი იქნებოდა. იმის მიხედვით თქვენ რა ზომის ხართ, მაინც თქვენზეა ესე გათვლი ხო თქვენი ზომის მიხედვით, თქვენ როგორ მოგწონთ. ეხლა აი აქ ვარ მოსული. ეხლა აი ამ ჩემ სქემაზე ნახეთ რა რაოდენობა თვლების უნდა ჩავკეროთ, აქ უნდა განსაზღვროთ სანტიმეტრებით. ხედავთ, აი ეს არის ჩაკერილი. აი ეს არის ჩაკერილი. შესაბამისად აქ ზემოთ იგივე ადგილები. 35 სანტიმეტრი აქეთ იქით. შუაში 40 სანტიმეტრი უნდა დაგრჩეთ ჩაკერვის გარეშე. ეხლა ამას მე რას გავაკეთებ? აქ გადავზომავთ. და შეგვიძლია ერთ მხარეს გადავზომოთ. მიახლოებით, ხო, ესე სანტიმეტრებით, ესე იგი. ახლა აქ ცოტა კი გამიჭირდება კამერის წინ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები. ესე იგი 35 სანტიმეტრი მიახლოებით. აი აქ მოდის 35 სანტიმეტრი. აი ესე. აქ დავამაგრებდი ნიშნულს, ორივე შეერთად ესე. იმის გამო რომ მე ახლა კუთხეში ვარ, აქ წყვილ-წყვილად რომ მოვყვები, სადაც მოვა აქ მიახლოებით, ახლა შეიძლება აქ ერთნაირი რაოდენობა არ მაქვს, აი როგორც დავამაგრე, მაგრამ მიახლოებით აქ უნდა მოვიდე. აქეთაც მოდით, ახლა გავზომავ მაინც, იმიტომ რომ საბოლოო სიგრძე რამდენი გვაქვს, ახლა შეიძლება ზუსტად 110 სანტიმეტრი არ იყოს. ამიტომ აქეთაც ჯამში უნდა გქონდეთ კარგად, ესე იგი, აი აქ 35-ია. და აი აქ მიახლოებით აქ მოდის. აქაც ჩავარჭობ ნიშნულს. და შუა ადგილი უნდა იყოს 40 სანტიმეტრი. აი ესე აქვთ სქემაზე.
აი ესე გავშალოთ მაქსიმალურად. აი ესე. აქ უნდა იყოს 40. აი 40 კი, 40 სანტიმეტრია ზუსტად. ანუ კარგად დაახლოებით ესე იგი მაქვს 10 სანტიმეტრი ჯამში და ამიტომ ზუსტად ჩაჯდა ეს ზომები. კარგით. ეხლა ნახოთ. აქეთ მხარეს შემდეგ ჩავკერავ. ანუ შესაბამისად აქ რასაც გავაკეთებ, ზუსტად იგივეს გავაკეთებ. აი დავიწყებ წვეროდან. აი წვეროს თვალი აქ ეხლა დასაწყისი ადგილია, მაგრამ პირველი თვალი აუცილებლად უნდა მოძებნოთ. აი აქ პირველი თვალი ფუძის, ხო? აი აქ, აი ეს არის კუთხის. აი აქედან და ეს ამასთან. აქ კი მაქვს ნიშნული და მე წყვილ-წყვილად. აქ ეხლა დააკვირდით პირველ რიგში თითქოს თვალიც არა გაქვთ, მაგრამ აი ესეთი ძაფებია, მაგრამ ეს როგორც თვალი უნდა ჩათვალოთ. აქეთ უკვე სრულყოფილი თვლები გაქვთ, ხო, ბოლო რიგში. ეხლა მე დამჭირდება ესეთი სქელი, ესეთი ყუნწიანი ნიმსი და აი აქ როგორც გითხარით, მე მოვჭრი ეხლა ნახეთ რა სიგრძის ჩაკერვასაც ვაპირებთ. 1.5-ჯერ დაახლოებით ესე 1.5-ჯერ გრძელი. აი ეს 1 და აი ესე მიახლოებით. მაინც ცოტა ზედმეტს ვიღებ ხოლმე რომ მე არ დაგვაკლდეს ჩაკერვისას. აი ესე. კარგით. გადავჭერით. ეხლა ნახეთ აქ ჩვენ ეს ბოლოს თვალი რო ქონდა, აი ამაში გავატაროთ. აი ესე როგორც კვანძია ეს უკვე, მაინც ესე ჯობია გააკეთოთ. ეხლა ეს ძაფი გავატაროთ. ამითი გამოვიყენოთ ესე იგი ბოლო ძაფი. აქ ეხლა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩავკერავ სპირალური მოძრაობებით, ესე რაღაც მიჩვეული ვარ, მაგრამ ეხლა მოუხერხებელია, აი ეს უნდა შემოვატრიალო, რომ მე წავიდე აქედან იქით და მოხერხებულად ვიმოძრაოთ. ეს ძაფის ბოლო მაინც მე მირჩევნე ეხლა ჩავმალო ცოტა გამოვატარო ამ ნაქსოვში. შეიძლება და ეხლა მიკერებისას დამალვათ ან, მაგრამ რაღაც ისეთი განსაზღვრულად მინდა რომ იყოს დამალული. აქ უფრო ესეთია. უკანა მხარეს რა თქმა უნდა ეს წარმამხარით მიკავია ეხლა. დანარჩენს შემდეგ დავმალავ. აი ესე. აი ესე. ეხლა სპირალური მოძრაობით. უბრალოდ აქ აი ეს პირველი რიგის ის არის აქაც და ეცადეთ რომ ძალიან არ გაიწელოს. აი ესე შედით მაინც. აი აქ ნახეთ, ცოტა ქვემოთ ორ კედელ, თითქოს ორი კედელია, რახან კუთხის ადგილია, ამიტომ ესე შევედი და ისე აქ ვფიქრობ რომ ერთ კედელშიც შეიძლებოდა აი აქეთ უკვე. მაგრამ ეცადეთ რომ ცადეთ, თუ იწელება, მაშინ მაინც ორი კედელი გირჩევნიათ რომ მოძებნოთ იქაც, სადაც პირველი რიგი არის. ეხლა აქ. ან შეგიძლიათ აქაც ერთი კედელი აიღოთ, მაშინ აქაც ერთი კედელი, აი ესე. აი ესე. განახოთ. აი ესე. მივახოთ, ცოტა მე ვფიქრობ, ფოკუსი არ იყო კარგი. აი ეს შემდეგ აი ეს ერთი კედელი, აქეთაც ერთი კედელი. ერთნაირად გავაკეთებ აი ეს. ნახეთ, რომ შეუმჩნეველი იყოს ეს ნაკერი მაქსიმალურად. იქით მხარეზეც მეორე ნახევარზეც ასევე გააკეთეთ ერთნაირი წესით. როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. აი ესე, მგონი კარგი არის, ხო? ესეთი უზორი ლამაზად ჯდება. ეს პირველად გვსო ასეც ნამდვილად არ მომიქსოვი ესეთი ასე ვთქვათ მოსაცმელიც არ არის გადასაცმელია რა თქმა უნდა შიგნით რაღაც ესეთი მე ვფიქრობ რომ ბრეტელებზე ეს ძალიან ლამაზი იქნება ბრეტელებიან მაიკაზე ან სარაფანზეც ну ფერები უნდა შეუხამოთ რა თქმა უნდა ისეთი ფერია გააკეთეთ რომ მოუხდეს თქვენ სამოს აქ ფიქრობ, რაც ისე მიჩვენება, რომ თითქოს ეხლა ეს ნახეთ რატომ არის. აი აქ ჩვენ როგორც წესი, ეს უფრო ფაშარი ნაქსოვია ხოლმე თუ გახსოვთ. აი ეს გრძელი თვლები და
მე უფრო ვიწროვდებოდა ხოლმე, ამიტომ ეხლა ცოტა ის ბოლო რიგები უფრო ჩაღრმავებულია ვიდრე ესენი, მაგრამ არა უშავს. იქ მეორე მხარესაც წესით ესე უნდა გამოგივიდეთ და არ არის პრობლემა. ესეთი სტილის ნაკსოვია. აი ესე ჩაკერეთ, მოკლედ წყვილ-წყვილად, არც ერთი თვალი არ გამოგრჩეთ, თითო-თითოჯერ შედით თითო წყვილში, აი მომდევნო წყვილი, აქაც მომდევნო წყვილი. აი ესე. არ ვიცი, მეორე მხარეც გაჩვენოთ, გაჩვენებთ მაინც კარგად. ესე გაყევით ახლა, სანამ აი ნიშნულის ახლო-მახლოში არ მივალ, აი იქამდე ესე ვგსოვ და მე დაგიბრუნდებით. აი ახლა უახლოვდები მე ამ ნიშნულის ადგილს. ერთი მხრიდან გამოვაძვრე, იმიტომ რომ მაინც ზუსტად არ ჯდება ეს ხო ჩვენ მიახლოებით ჩავსვით ეს ნიშნული ორი მხარე დავაფიქსირე და ახლა აი ნახეთ. ესე უკვე ახლოში ვარ. კონტაკ აი ძაფებში ისე შედით, რომ ჩემი იმსი ცოტა აი განჯოლავს ხოლმე ძაფებს და მინდა რომ აი სულთა ძაფში ესე თითო-თითო ძაფში და აი ბოლოს ერთი კიდევ და მორჩა. აი ეს საკმარისია. ეხლა ბოლოს მე მაინც გირჩევდით, რომ კიდევ ერთხელ ესე გაიმეორეთ და ეხლა მე ჩავალ შიგნით და გავაკეთებ კვანძს. ეს აუცილებელია, რომ არა აქ ეხლა მე სანამ დაფიქსირებთ, ეხლა კვანძს არ გავაკეთებ, თუმცა საჭიროა საბოლოოდ მორგება ჯობია, რომ თუ რაღაცნაირად ისე გრძნობთ, ან უფრო მეტია ჩაკერვა საჭირო, ან უფრო გახსნა საჭირო, ამის მიხედვით, ანუ ესე ჯერ დატოვეთ, მეორე მხარეც ჩავკეროთ, მოვიზომოთ და შემდეგ უკვე დავაფიქსიროთ აი ეს კვანძის სახით, ხო? ეს ძალიან სასურველია, რომ ესე გავაკეთოთ. ეხლა მოდით შემდეგი მეორე მხარე, აქაც ეხლა იგივენაირად. აქ უკვე ახალი ძაფი უნდა ავიღოთ, ხო? იმიტომ რომ აქ არ გვაქვს ძაფის ბოლო. არანაირად ესე დარჩენილი არაფერი ძაფი არ არის. ამიტომ ეხლა ავიღებ და გავზომოთ, ხო, როგორც რა სიგრძე გვჭირდება, რომ მოვჭრათ. ნუ ეს ფაქტიურად ეს მთლიანად ძაფზე აქ ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მე როგორც ზომავ ხოლმე ესეთი ნიშნულამდე გვინდა ხო ჩაკერვა და კიდე ცოტა ესე ნახევარი ესე ვთქვათ. ერთ ნახევარჯერ მეტი. აი ესე. ეხლა უკვე მზად მაქვს ეს საჭირო სიგრძის ძაფი და უნდა ჩავკეროთ. აქ ეხლა მე ვფიქრობ, რომ კვანძი კარგი იქნებოდა. გაგვაკეთებინა. ხო, აი ეს არის ბოლო რიგი, ეს არის დასაწყისია, ჯაჭვისებური თვლები რო იყო. ამიტომ აი აქ პირველი თვალი ისე გააკეთეთ, რომ ორი კედელი გამოგივიდეთ. აქ უკვე აქ ისედაც ორი კედელი გაქვთ, აქ არ არის პრობლემა. აი ესე. და ეხლა აქ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ძაფს ხეთ აქ მეზობელ თვალში გავიტან და კვანძი შიგნიდან გავაკეთოთ, ხო? რა თქმა უნდა, გარედან არ არის სასურველი. ეხლა მოდით კვანძი გავაკეთოთ. მოდით აი თავისივე აი ამ ადგილთან. მოდით აი ესე და მაქსიმალურად შეუმჩნევლად მინდა რომ იყოს მაინც კიდე არის ნაკსოვის და არ გამოჩდეს. ეს რა თქმა უნდა თვლებს შორის უნდა ჩავმალოთ. აი აქ შიგნით. აი ეს კიდე ისეთი ნაკსოვია რომ აქ პრინციპში შეიძლება დამალოთ კარგად. აი სადაც გრძელი თვლები იყო, იქ უფრო ფაშარი ნაკსოვი, სადაც არის რთულია ესეთი ძაფის დამალვა და აქ არ არის პრობლემა. აი ეს კარგად, ახლა მეგონი დანარჩენს მე მოვჭრი უბრალოდ. აი ესე. ახლა დავიწყეთ ისე იგივე წესით. ესე დავიკავეთ. ახლა მე აქ შევედი ცოტა შორს ფიქრობ, ნახეთ. აი აქ მინდა მე ეს რა დავაფიქსირო, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ აი აქ ერთ კედელში და ამაში ისევ. ხედავთ, აი სპირალურად შევდივარ. გასვლა-გამოსვლას კი არ ვაკეთებ სპირალურად.
აი ესე, ეხლა მომდევნო, აქ კარგად გაარჩიეთ. აი ეს არის მომდევნო, აქ ერთი კედელი, აქ ეხლა მე შეცდომა გავაკეთე, ერთი კედელი გვინდა, ხო გახსოვთ? თუმცა თავიდან ორ კედელში შედით, მაგრამ მე აი მეორე შესვლაზე უკვე ერთი კედელი, იმიტომ რომ ლამაზი ზოლი უნდა მივიღოთ, ხო? აი თითო კედელი ორივე მხარედან. აი ეს, აბა აქ დააგვერით, აქ ვიყავი. ამიტომ ეხლა აი აქ. კარგად ჩანს, ხო? შემდეგ აქ ვიყავით, ხო? აი აქ და აი აქ. თითო კედელი გჭირდებათ. ასე ჩავკეროთ, სანამ არ მივალთ მიახლოვებით, აი ნიშნული, თქვათ აირჩიეთ აქ ახლა ორივეში მაგატანილი, მაგრამ ფაქტიურად ერთში ჯობია დატოვოთ და მეორე სადაც მოუწევს, იქ მოუწევს აი ესეთნაირად. იმიტომ რომ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ერთნაირი რაოდენობა ათვლების არ არის აქეთ-იქით ახლა ორივე ნახევარზე. აი ამ და ამ ხარეს ხო აქ სადაც რომ მიხვალთ, ხო ეს რა თქმა უნდა თვები თვალით იმას ავქენი ჩავარჯო ახლა ორი ნაწილი შევაერთე ესე ვთქვათ. აი ესე გაყევით, როცა მიხვალთ ბოლოში, აი უკვე სადაც თვლით რომ უკვე მორჩა, მაინც გაზომეთ კიდევ რომ ესე სანტიმეტრით იყოს 35 იყო ხო სანტიმეტრი, კი 35 სანტიმეტრი და მოირგეთ, ანუ ჩაიცვით. თუ ატყობთ რომ კარგია, კარგ სტილს გაძლევთ, მერე უკვე გააკეთეთ კვანძები, აი ორივე მხარეს, აი ბოლო სადაც მოჭრილი ძაფი აქ მე დავტოვე, ხო? აქ აი ეს. ასევე აქ გექნებათ და შიგნიდან უკვე კვანძი გააკეთეთ და დამალეთ კიდეც. აი ეს იქნება უკვე დასრულება ამ თქვენი ნაკსოვის. მოკლედ აი მე უკვე ორივე მხარე ჩავკერე. აი ეს ერთი ნაკერი აქეთ და მეორე აი აქ უკვე კვანძიც გავაკეთე და გეტყვით რომ ცოტა მე კიდე უფრო გამოუშვი, ანუ სანამდეც მქონდა ნიშნულები რომ მქონდა ხო გახსოვთ აი ამ წელის ადგილას რომ უნდა ჩამეკერა ეს სახელოს ადგილები. სახელო უფრო ნაკლები სიგრძით ჩავკერი, ანუ აქ გავხსენი ცოტა, აქეთაც ცოტა გადავაადგილე, სადღაც 4 თვალით ალბათ, ორივე მხარეს 4-4, 5 შეიძლება. მოკლედ ეს თქვენზეა უკვე დამოკიდებული, ეხლა მე რაც შემიძლია გაჩვენოთ, აი სიგრძე ჩაკერვიდან ჩაკევრამდე, ხო, სადაც ის გვაქვს. ანუ წელთან სადაც უწევს, ხო? ეს ყელის ჭრილი არ არის, ანუ რო არ აგერიოთ ახლა. აი აქ მაქვს, ხო, ჩაკერებული, აი აქ დავადებ ახლა სანტიმეტრს და აი ესე, მოკლედ 40-ზე მეტია ნამდვილად, ნახეთ? აი აქ მოვედი, ხო? აი 50-ია. 50 სანტიმეტრია ეს წელის ადგილას ჩაკერილი. მოკლედ, ანუ ჩაკერილს და ჩაკერილს შორის არის 50 სანტიმეტრი და ესე უფრო სტილი უფრო მომეწონა, როგორც დადგა ესე მაინც თქვენ შეხედეთ. აი კისრის ჭრილიც პრინციპში თქვენზეა დამოკიდებული. მე ხა ჩემი მხრების სიგანის მიხედვით ეს იყო კარგი ჩემთვის. მოდით ამასაც გაჩვენებთ. მე რამდენი გავაკეთე, ხო? გახსოვთ ალბათ 24 თუ 25 იყო. უფრო მეტიც არის ახლა. მოდით ეს რა თქმა უნდა ნაკსოვის ხო, ეს რაღაც 26-ია. ხედავთ? ეს 26 სანტიმეტრი არის ყელის. თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ცოტა უფრო განიერი გააკეთოთ, ну, ცოტა ვიწროდ შეიძლება, მაგრამ აი თავი უნდა გაგეტიოთ და ესე ცოტა მოხერხებული იყოს, ხო? ეს ჭრილი ესე უნდა გააკეთოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზია და სხვა შორის ძალიან მოდურია. ეხლა ძალიან პოპულარულია ასეთი სტილის ზედა ჩასაცმელი ტოპები და მე სურათს გადავიღებ და მოკლედ დავდებ ამის ვთქვათ 60-ზე როგორ გამოიყურებ. ეხლა მაინც რთულია რომ დაგანახოთ, მაგრამ ძალიან მარტივია, ხო? ესეთი ოთხკუთხედი არის, ძალიან მარტივი მოსაქსოვი არის დამწყებთათვის განსაკუთრებით, თქვენთვის ესეც ზუსტად კარგი
ნაკსოვია. აი ესე. კარგი, დაგემშვიდობები, წარმატებები ყველას. მომავალ შეხვედრამდე.